მეგობრებო, ახლა გოლი გაიტანა ჰალი დორტმუნდმა ინგუშმა ბიჭმა, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაში არჩია, რუსეთის ნაკრებში თამაში, რა თქმა უნდა. და ეს ფეხბურთელი, რომელიც ბელგიაში დაიბადა და გაიზარდა, იქ ბრიუგეს აკადემიის აღზრდილია, ეხლა დინამო თბილისში თამაშობს და სწორედ ამ ფეხბურთელმა, ინგუშმა ფეხბურთელმა წარმოშობით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში შეუძლია, ისევე როგორც ასაკობრივ ნაკრებებში თამაშია, სწორედ ამ ფეხბურთელმა გაიტანა ახლა გოლი ჰალი დორტმუნდმა და მე განსაკუთრებით ვქომაგობ ამ ბიჭს და მის თამაშს, რათა მოხდეს საქართველოს ნაკრებში ძალიან კარგად ითამაშოს, ჯერ დინამოს შემადგენლობაში და შემდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. ახლა ორი ბურთით იგებს დინამო თბილისი წყალტუბოს სამგრელოს ეთამაშება. განსაკუთრებით საინტერესოა თამაში, ბევრი უშემატკივარი არ ესწრება, მაგრამ რაც ესწრება, უყურებს ძალიან საინტერესო თამაშს ნამდვილად. უყურებს დინამო თბილისისა და წყალტუბოს სამგურალის მონაწილეობით. იარეთ თამაშებზე, დინამოს თამაშებზე მათ შორის ეროვნული ჩემპიონატის, სადაც ნახავთ ძალიან საინტერესო გოლებს. მე ძალიან მომწონს ორი ფეხბურთელი, რამდენიმე, მაგრამ განსაკუთრებით ახალი ფეხბურთელები, რომლებიც არიან, ეს არის რამოსი და დოლტმურზიევი, ასევე სხვა ფეხბურთელები. ჩემი ძმა მაგალითად ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელს ქომაგობს ამ გუნდში, ეს არის ვაწაძე და რა თქმა უნდა აქ არის თორნიკე კვარაცხელია და თემურ კეცბაია, რომელიც ძალიან ემოციურად თავკაცობს ამ გუნდს და დღეს ძალიან წარმატებით, იმიტომ რომ ორი ბურთის სხვაობით იგებს დინამო თბილისი, როგორც გითხარი და ახლაც მინდარებს ეს თამაში, ახლა არის მეორე ტაიმის 28 წუთი და სხვა შორის დღეს ახლა ამ თამაშზე არის რამდენიმე უცხოელი სკაუტი და აკვირდებიან და იციან კიდეც გუნდები, წყალტუბოს სამგურალი იძახდა, ერთი ვიღაცას ვერ ეკავდა, ნიდერლანდურად ლაპარაკობდნენ, ერთი და კიდე ორნი იყვნენ, ასევე საურავდოდ ნიდერლანდელები. არ ვიცი ხა ესენი მაინც ნიდერლანდელები რატო აკვირდებიან ამ თამაშს, ვინ არიან და მე ვივარაუდე, რომ ისინი სკაუტები არიან და ფეხბურთელებს აკვირდებიან. დანარჩენი ახლა გავაზროთ მატჩის საინტერესო ეპიზოდებს, არა, ისეთ ეპიზოდებს, რაც მე გადავიღე ამ მატჩიდან და უყურეთ ისიამონე და იარეთ ნაკრების თამაშებზე, იარეთ ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე, იარეთ დინამო თბილისის მატჩებზე. დოლტმურზიევმა ეხლა ტრავმა მიიღო ამ ვიდეოს ჩაწერის მერე, ეხლა არ გადავიღე ეს ვიდეო დინამოს ექიმმა, ისი გაყვანა მოითხოვა მოედნიდან, არ ვიცი ხა რამდენად რთული ტრავმა მიიღო დოლტმურზიევმა და მას ნაცვლად შემოვიდა კვარაცხელია, თორნიკე კვარაცხელია. კვარამაც გაიტანა გოლი, მეგობრებო, მაგრამ ჯერჯერობით არ უთვლის ვერდითი არბიტრი და თამაში არ იყოფილა. ოთო, ჩაუთვალონ? თამაშგარია. დასრულდა მეგობრებო, თამაში 5-3 გამარჯვა დინამო თბილისმა. მომდევნო მატჩი იქნება დინამო თბილისი, დინამო ბათუმი 23 ივნისს ამავე სტადიონზე. მეგობრებო, თემურ კეცბაია ისე გააბრაზეს დინამო თბილისის ფეხბურთელებმა, რომ გასახდელში როგორც კი შევიდა შესვენებაზე, ეგრევე უკან დაბრუნდა და ახლა შესვენების დროს სათათარიგოთა სკამზე ზის თავის ერთ-ერთ ასისტენტთან ერთად. მართალია არ აგებს დინამო თბილისი, ორი თორია წყალტუბოს სამგურალთან ბრაზილიელები, წყალტუბოს ბრაზილიელი ლეგიონერები მართლაც მაგრად თამაშობენ, მაგრამ ამის მიუხედავად ისეთი გოლები გაუშვა დინამომ, რომელიც წესით არ უნდა გაეშვა. და კეცბაიამ მე მიმაჩნია საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად და ამ თავისი პროფესიონალიზმის მიუხედავად ძალიან ემოციური ადამიანია და ეს ემოცია აგერ გამოიხადა კიდეც, რომ სათათარიგოთა სკამზე ელოდება თავის ფეხბურთელებს, როდის გამოვლენ მოედანზე.
Heli faz. Nasıl გაუშვას, ან ამან უნდა გაუშვას. ან ამან.